ასობით ათასი ადამიანი ხალხის უწყვეტი ნაკადი სამების ტაძარში. ყველა მათგანი სულიერ წინამძღვარს გლოვობს და პატივს მიაგებს. თელმა საქართველომ თავის სამებაში მოიყარა, რათა კიდევ ერთხელ დაუდასტუროს უანგარო სიყვარული ადამიანს, რომლის სახელი სცილდება დროს და ხდება მარადისობა. წარეთკივილი, ბევრი ცრემლი და მადლობა. სწორედ ეს იკითხებოდა ამ დღეების განმავლობაში თითოეული მორწმუნის თვალში. უანგარო სიყვარული, მხოლოდ ეს შეიძლება ეწოდოს იმას, რამაც მთელი საქართველო გააერთიანა. მაშინ ამ შრომელი მგალობელი ვედრებენი ჯიმეწლები იყო, მაგრამ მე მუდამ გრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა კურთხევას. თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ბოლომდე მე მეტანა ეს ჯვარი. დავოცვილი იყავი და გაიხარეთ. 2026 წლის 17 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, დასრულდა მისი მიწიერი ცხოვრება. თუმცა იმ დღეს არ დასრულებულა მისი ისტორია. იმ დღეს დაიწყო მისი მარადისობა. რადგან ილია მეორე, საქართველოს პატრიარქი, იყო ის, ვისი სიცოცხლეც არ იზომება წლებით, არამედ იმით, რაც დატოვა. საქართველო, მიყვარხარ. საქართველო, მიყვარხარ. საქართველო, მიყვარხარ. ეს ენით აღუწერელი წუხილი, რომელიც უსაზღრო სიყვარულს ახლავს და ერის ასეთი ერთსულოვნება შემთხვევითი არ არის. ის არ დაბადებულა ერთ დღეში. ეს არის პასუხი იმ ნახევარსაუკუნოვან თავდადებულ მსახურებაზე, რომელიც პატრიარქმა საკუთარ ხალხსა და ქვეყანას მიუძღვნა. დაიმერო უყურებ ჩემს წარსულს. მე ვხედავ, რომ ყოველდღიური მოწამეობა იყო და ღვთის მამლი და ღვთის სიყვარული რომ არ იყოს და თქვენი სიყვარული და თქვენი განათლება ადამიანი ვერ დაუძლებდა ჯვარს. მე ვარ პირველი სოფელთა შორის. აი ამ წმინდა დღეს მე მუხლოვებით ვთქვათ, შემიძლია და მამამთის. პატრიარქის ეს სიტყვები კიდევ ერთხელ გვახსენებს, ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება. ალბათ სწორედ ამ განუზომელი სულიერების გამოინება უფალმა, რომ 1933 წელს ვლადიკავკაზში დაბადებულ ბიჭს, ირაკლი შიოლაშვილს, საქართველოსთვის ყველაზე რთულ და საბედისწერო დროს ჩაებარებინა ქართული ეკლესია და გადაერჩინა იგი სრული განადგურებისგან. მარელო საქართველოს სამწყსო, მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთის ამ წმინდა ტაძრის აღებხვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. თუმცა მანამდე იყო ბავშვობა, როდესაც ქრისტეს მიმართ სიყვარული მისი ოჯახის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. აუცილებლად სახანოს ყველანი ვდგებოდით ხატების წინ და მამა კითხულობდა, ზეპირად კითხულობდა ძილის წინ ლოცვებს. არავინ იცოდა მაშინ, რომ ეს ბავშვი გახდებოდა სულიერი მამა მთელი ერისთვის. მან ისწავლა სასულიერო სემინარიაში, შემდეგ აკადემიაში, შემდეგ კი 1957 წელს ბერად აღიკვეცა და მიიღო სახელი ილია.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. 1961 წლის 19 დეკემბერს აყვანილი იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათალიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1963-1962 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი. 1967 წელს გადაყვანილი იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აყვანილი იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. ღვთის მადლით და ღვთის დახმარებით ჩვენ უნდა უშველოთ საქართველოს. დამართლაც, როდესაც ჯერ კიდევ მამა ილია საქართველოში დაბრუნდა, ქართულ ეკლესიას შველა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს ხომ საბჭოთა პერიოდის საქართველო იყო და იმის უკეთ გასააზრებლად თუ რაოდენ დიდი ღვაწლი მიუძღვის მას სულიერების გადარჩენაში, 1977 წელზე უნდა შევჩერდეთ. რა მდგომარეობაში იყო საბჭოთა მარწუხებში მოქცეული რელიგია ყველასთვის ცნობილია. თუმცა ერთ ფაქტს გავიხსენებთ, რომელიც ილია მეორის პატრიარქობის გზის დასაწყისის სათავეებთანაა. 1977 წლის 11 ნოემბერს საბჭოთა გაზეთმა თბილისმა ნეკროლოგი გამოაქვეყნა, რომელსაც გაზეთის ბოლო გვერდზე მხოლოდ მცირე ჩარჩო გამოეყო ფოტოს გარეშე, რათა საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილიყო. წმინდა სინოდი იუწყებოდა, რომ 9 ნოემბერს გარდაიცვალა საქართველოს იმდროინდელი პატრიარქი დავით მეხუთე დევდარიანი. იმავე დღეს, ანუ 9 ნოემბერს გაირკვა, რომ პატრიარქს მოსაყდრედ დასახელებული არ ჰყავდა. სინოდმა პატრიარქის მოსაყდრედ ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი ილია დაადგინა. 1977 წლის 23 დეკემბერს მოწვეულ იქნა მე-12 საეკლესიო კრება. მე-12 საეკლესიო კრებას მოვახსენებ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ასარჩევ კანდიდატად ვასახელებ მის მაღალ ყოვლად უსამღვდელოსობას ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრეს ილიას. და მე მოგმართავთ ყველა დელეგატს. თქვენ ნუ მოგერიდებათ. უკეთ უყავთ თქვენ სხვა კანდიდატი. თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ ის სახელი, რომელიც წერია იქ და დააწეროთ სხვა. მოსაყდრე ილია ერთხმად არის არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. მისი ინტრონიზაცია სვეტისხოვლის ტაძარში შედგება და სწორედ ამ წმინდა კედლებიდან დაიწყება თითქმის დანგრეული ქართული ეკლესიის აღორძინება და ხალხში ქრისტიანობის კვლავ განმტკიცება. ახალგაზრდა პატრიარქი კომუნიზმით დათრგუნული სულიერების გამოღვიძებას იწყებს. მიუხედავად საბჭოური პოლიტიკური კონიუნქტურის დაპირისპირებისა, ის გადის ახალგაზრდებთან, ესაუბრება სტუდენტებს. თუ წითელი რეჟიმი ეკლესიაში მისვლას უკრძალავს საზოგადოებას, ილია მეორეს თავად მიჰყავს ეკლესია ხალხთან და ძალიან მალე მის გვერდით სტუდენტების მთელი არმია დგება. სტუდენტებს მიჰყვება ინტელიგენცია, ინტელიგენციას კი სრულიად ქართული საზოგადოება. ღვთის მადლით დამთავრდა ჟამი გრევისა და დაიწყო ჟამი შენობისა. რამე რომ ააშენო, ჯერ საძირკველი უნდა გაამყარო. ამიტომაც ახალგაზრდა პატრიარქმა საზოგადოების სულიერ აღზრდასთან ერთად უმნიშვნელოვანესი საკითხი წამოწია წინ: ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. მიუხედავად 1917 წელს აღდგენილი დამოუკიდებლობისა, მსოფლიო მართლმადიდებლური სამყარო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას ოფიციალურად მაინც არ ცნობდა, რომელიც მე-5 საუკუნიდან იღებდა სათავეს. ილია მეორემ დაიწყო 11 წლიანი რთული და დამღლელი დიპლომატიური მარათონი. 1990 წელს მისმა დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. მსოფლიო საპატრიარქომ გამოსცა მტკიცების სიგელი, რითაც მთელმა მსოფლიომ სცნო ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია. მსოფლიო პატრიარქი მეუბნებოდა, რომ თქვენ ვაღიარებთ თქვენს ავტოკეფალიას და პატრიარქის წოდებას. და მე უთხარი მათ, რომ თქვენ კი არ უნდა აღიაროთ, თქვენ უნდა სცნოთ ის ძველი ავტოკეფალია მე-5 საუკუნეში. აბა ამ 1500 წელს რა უნდა უყოთ მეთქი? ხაზი გადაუსვათ, არ ყოფილა ეს ისტორია. მოგვიანებით 2010 წელს სინოდმა მისი ტიტულატურა სრულყო, როგორც ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტისა, რაც ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით ერის სულიერ მთლიანობაზე ხაზგასმა იყო. როდესაც საერთაშორისო ავტორიტეტი განმტკიცდა, დადგა დრო, რომ ერის სულიერ სიმტკიცეს მატერიალური გამოხატულებაც ჰქონოდა.
ასე დაიწყო ქვეყანაში ტაძრების რესტავრაცია, აღმშენებლობა. ილია მეორეს თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში რამდენიმე ათეული ტაძარი, ათასობით ტაძრად იქცა. 13 ეპარქია 47-მდე გაიზარდა. მან აღადგინა გელათის სასულიერო აკადემია, დააარსა თბილისის სასულიერო აკადემია სემინარია და ქართული უნივერსიტეტი. მისი ლოცვა კურთხებით ბიბლია თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა. პატრიარქის სახელს უკავშირდება წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა. 80-იანი წლების ბოლოს დაწყებული ფიქრი 2004 წელს დიდებულ რეალობად იქცა. დღეს საფუძველი ეკრება წმინდა სამების ტაძარს და დღეს საფუძველი ეკრება ძლიერ საქართველოს. ილია მეორეს პატრიარქობა არ ყოფილა მხოლოდ მშვიდობიანი აღმშენებლობა. ეს იყო მუდმივი ბრძოლა საკუთარი მრევლის გვერდით. თავგანწირვა თითოეული მათგანისთვის, განურჩევლად მათი შეხედულებებისა. ყველაზე მძაფრად ეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს გამოჩნდა, როდესაც რუსთაველის გამზირზე პატრიარქმა მომიტინგეებს მიმართა. ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევწიროთ უფალს. შემდეგ კი 2008 წელს ილია მეორემ პირადად გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი. შევიდა დაბომბილ გორსა და ნიქოზში, რათა იქ დარჩენილი ადამიანებისთვის ნუგეში მიეტანა. სწორედ მისი უშუალო ჩარევით მოხერხდა ბრძოლის ველზე მიტოვებული დაჭრილების გამოყვანა და რაც ყველაზე მტკივნეული იყო, დაღუპული ქართველი მეომრების ცხედრების გადმოსვენება. ვიგვირს როგორ გაუძლო ჩემმა გულმა, ჩემმა სხეულმა, სულმა უფლის დახმარებითა და ხალხის უანგარო სიყვარულით. სიყვარულით, რომლის ახსნაც საკმაოდ რთულია, თუმცა ჩვენს ეკლესიას აქვს საუკეთესო სიტყვები ამის ასახსნელად. ქრისტეს მიერი სიყვარულით. ამ გულწრფელ, სუფთა სიტყვებშია ის, რისთვისაც ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იღწვოდა ერის სულიერი გადარჩენა და მომავალი თაობების რწმენით აღვსება. მას შემოჰქონდა თითოეულ ჩვენგანში ის ნათელი, რითაც თავად იყო სავსე. ის თავად იყო მაგალითი იმ ცხოვრების წესისა, რასაც უფლისკენ მიმავალი გზა მოითხოვს. მე ცოდნები და უხერხსი სრულიად საქართველოს პატრიარქი თოს შედობას ყოველი ჩემი შესოდებისა მე შევწვდოს როფამა გადმოხედა საქართველოს თავისი მოწყალეთ მოგეთ ალბათ მინოსამ ძიმე ჯვრით რათა გავაგრძელოთ გზა უფლისა. პატრიარქის ნიჭიერებაც მისი ხალხისკენ იყო მიმართული. მას 20-მდე ხატი აქვს დაწერილი. ასევე არის სამების ტაძრის გუმბათში დასახატი მაცხოვრის გამოსახულების ესკიზის ავტორი. მის მიერ შექმნილი საეკლესიო გალობა მსოფლიომ გაიცნო. ბავშვების ეს უწყვეტი ნაკადი პატრიარქის ნათლულები არიან. საყოველთაო ნათლობის ტრადიცია ილია მეორეს უნიკალური გადაწყვეტილება იყო, როდესაც მან ქვეყანაში შობადობის დაბალი რიცხვის გამო მრევლს მისცა კურთხევა, რომ ყოველი მესამე და მომდევნო შვილი მისი ნათლული გახდებოდა. ძალიან მიყვარხარ და მიხარია, რომ შენი ნათლული ვარ. პატრიარქის ნათლულთა რიცხვი დღეს უკვე 50,000-ს აღწევს. მანვე დააფუძნა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, რითაც შეგვახსენა, რომ ძლიერი, ტრადიციული ოჯახი არის ის უმთავრესი საძირკველი, რომელზეც ერის მომავალი უნდა აშენდეს.
მისი თითოეული გადაწყვეტილება ერის სულიერი და ფიზიკური სიმტკიცისკენ იყო მიმართული. ჩემი მოსვლისთანავე აი პირველი მიზანი, რომელიც მე დავისახე, ეს იყო ერის გამთლიანება. ერის გამაერთიანებელი. ალბათ ეს საუკეთესოდ აღწერს მის განვლილ გზას და მის ბოლო ჟამს წუთისოფელში. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა მამული ენა სარწმუნო ენა. ჩვენ დავუმატეთ იმას ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ეს არ იყო მხოლოდ სიტყვები. ეს იყო მისი ცხოვრების წესი, რომელიც მან ნახევარი საუკუნის განმავლობაში საკუთარი მაგალითით გვიქადაგა და ანდერძად დაგვიტოვა. ჩვენისღა დაგვრჩენია ვეცადოთ და გავყვეთ მის გზას, რადგან როგორც პატრიარქის მიერ ხელდასმულმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ ბრძანა. ასეთი დიდი ადამიანები, როდესაც გტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი. თელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ეს ჩვენი მამა იყო და არის და იქნება. ჩემი პატრიარქობა იყო მზიანი ხალმე. წამდეთ და გიყვარდეთ. აი ეს თუ იქნება საქართველოში, საქართველო აუცილებლად გადარჩება.